რუსული პროპაგანდა ეხლა ძალიან გავლენიანია ჩემი აზრით საქართველოში და ყოველდღე ხედავთ მაგის ეფექტს. მაგრამ ძალიან ხშირად ისმის ხოლმე არ წინასაარჩევნოთ პარტიების წინააღმდეგ, ან შეიძლება ტელევიზიების წინააღმდეგ, რომ აი ამას უნდა LGBT პროპაგანდას გავრცელება, ეს არის ამათ უნდა მეორე მაიდანის მოწყობა, ნაცი ტოლია ქოცი, ესენი ყველანი ერთნი არეთ. ძალიან ხშირად გვესმის. რუსული პროპაგანდა ეხლა მე დაწუნებული ვარ, რომ გავლენა აქვს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე. ხელისუფლების მიზანი არის რეალური პრობლემებზე არ იყოს ლაპარაკი. მაგიტომ არ უყვარს და მაგიტომ ცდილობს დაადუმოს კრიტიკული მედია, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ მივყვებით მათ დღის წესრიგში. ჩვენ მაგალითად ვიცით რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, მოვიპოვეთ, გამოვიძიეთ, გამოვააშკარავეთ, ვაჩვენეთ კორუფცია, რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანები, ნეპოტიზმის სისტემაში წარმოუდგენლად გამდიდრებული ადამიანები, ჩვენ ამ თემებს ვაკეთებთ სულ, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება რა დღის წესრიგს გვთავაზობს. ამიტომ ბრაზდება